თუ ერთხელ მაინც ხართ რაჭაში ნამყოფი, ალბათ გასინჯავდით რაჭულ ლორს. თუ ეს ასე არ არის, ყველაფერი წინ გაქვთ. რაჭა თავისი ტრადიციებით და ისტორიებით არის გამორჩეული კუთხე, ბუნების სილამაზე და ტრადიციები ერთმანეთს ერწყმის. მაღალმთიანი რეგიონისთვის დღესაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მიგრაცია წარმოადგენს, რაჭულ სოფლებში დარჩენილი ადგილობრივები კი ყველაფერს აკეთებენ ტრადიციების შესანარჩუნებლად. ზამთარი რაჭაში განსაკუთრებით ლამაზია. გიორგი ქორქია და ალექსანდრე ჩივაძე მოგვიყვებიან რეპორტაჟში, როგორია რაჭური ლორის დამზადების ტრადიცია და როგორ ინარჩუნებენ ადგილობრივები უძველეს საქმეს. ყემალს, წიფელას. მე მაგალითად 2 კვირა უბოლებ. მე გავაჩერებ 1-4 დღე. მე კიდევ დავუწყებ მოლებას. თუკი ადრე ლორის გამოსაყვანი ფარდული თითქმის ყველა ოჯახში იყო, დღეს ამ საქმეთ სულ უფრო ნაკლები ხალხია დაკავებული. სამწუხაროდ, სოფლებშიც ნელ-ნელა მოსახლეობის რაოდენობა კლებულობს. აქაურობას ძირითადად ახალგაზრდები ტოვებენ. აგერ ახლა ხო წალები გვაქვს ამენ. ეგ ალბათ მაგები არა ვენახი. არა ვესარო. არძლები რა კალმი და მომქონა იმდენი მაგრამ ვერ მიატო. კალმი და სოფელში. ბევრი ტოვებს სოფელს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ქალაქიდან მამაპაპისეულ მიწას დაუბრუნდა. ლევანი მშობლიურ სოფელში სორში ოჯახით 5 წლის წინ გადმოსახლდა. დაცარიელებულ სახლში ცხოვრებაც ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო. ესე წამოვედი რაღაცა ალალბეძე რომ იტყვია, რაღაცა არ გამოყოლია იქით რაღაც კაპიტალი დანაზოგი და ამ წლების განმავლობაში რაღაცა ელემენტარული პირობების მოწესრიგებას ესე მოუვდით. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც პირველი შვილი სულ რაღაც 3 თვის იყო. უფროსი შვილი იონა იყო 3 თვის, როცა წამოვედით და ისაია დაიბადა ჩვენი აქ ყოფნის პერიოდში 2 წლის მერე. შეგვეძინა ისაიას და იმის მერე რა ვიცი, აი ესე დამკვიდრდით შეიძლება ითქვას აქ რა. რომელი კონტინენტია? ეს არის ჩრდილოეთ ამერიკა. ეს სამხრეთ ამერიკა. სორში არ არის საბავშვო ბაღი. სკოლაში სულ რამდენიმე მოსწავლეა, რომელთა დიდი ნაწილით სასწავლებელს წელს დაამთავრებს. ლევანის მეუღლე თავად ამეცადინებს 5 წლის იონას. საქმეში ისაიაც თავისებურად ერთვება. ეს არის ბოლივია. ბევრი სირთულის მიუხედავად ახალგაზრდა ოჯახი აქედან წასვლას მაინც არ აპირებს. ყველანაირი საომავლო გეგმაც სწორედ რაჭასთან და ამ სოფელთან არის დაკავშირებული. ძალიან ბევრი თავისუფალი სივრცე არის, სადაც ძალიან ადვილად შედარებით ადვილად შეიძლება ადამიანმა თავი დაიმკვიდროს კონკრეტულ სფეროში. კონკურენცია სიმხელა არ არის, ძალიან ბევრი ახალია რეგიონისთვის რაც კეთდება და მართლა ძალიან ისეთი პირობები არის, ბევრი შემოქმედებითაც მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც რაღაც ესეთი იდეები გააჩნია, რომ აი ეგ ჩამოვიდეს, დასახდეს. შეიძლება მართლა რაღაც ეტაპზე რაღაც ეს დაბრკოლებების წამოვიდეს, რა ქვია, მომენტი, მაგრამ აი ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ აი აბსოლუტურად გადალახვადი არის ეს პერიოდი და მე თავისით იხსნება, ანუ იმდენი მიმართულებით გზა, რომ შეიძლება მე რაღაც არჩევანის წინაშეც დადგე, საით იპოვო შენი თავი და რა საქმეში დასაქმდე. ტურიზმი და მეღვინეობა ლევანის აზრით პირველ ეტაპზე აქაურობის გამოსაცოცხლებლად ესეც საკმარისია. ელემენტარული ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში მიგრაციის დონეც დაიკლებს. ყველა ადამიანს აქვს თავისი გზა, ანუ ვიღაცა უნდა წავიდეს, თავისი გასავლელი გზა უნდა გაიაროს, რაღაცა რაც სანახავი აქვს უნდა ნახოს ცხოვრებაში და შეიძლება რაღაც ეტაპზე ისევ დაუბრუნდეს, ანუ იმ ადგილს სადაც წავიდა. ყველა ეხა ვერ იქნება ისე რომ სადაც დაიბადა იქ იყოს ბოლომდე, მაგრამ აი ეს რომ ხელსაყრელი პირობები შეიქმნას კუთხეში იმის რომ ვინც სწავლა თქვა განათლებას მიიღებს თუ სხვადასხვა სახის გამოცდილებას მიიღებს, უკან დაბრუნდეს და ისევ თავის კუთხეს და თავის რეგიონის განვითარებას მოახმაროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი გადაწყვეტილებით ლევანს იმედი აქვს, რომ სხვებიც მიბაძავენ. რაჭული სოფელი უნდა გაცოცხლდეს, სახლები არ უნდა დაცარიელდეს და ყველა ეზოდან ბავშვების ხმაც უნდა ისმოდეს.